მთავრობა ქვეყნის მასშტაბით არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების ნაგავსაყრელების მშენებლობა მოწყობას გეგმავს. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. ამავე დოკუმენტის მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების მშენებლობა მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება. ამასთან პრემიერ-მინისტრის დავალებით საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ 2030 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის კომპლექსის მშენებლობა მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ნაგავსაყრელები უნდა მოეწყოს შემდეგი საპროექტო ზონების დაცვით: კახეთი, შიდა ქართლი მცხეთა მთიანეთი, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და სამცხე ჯავახეთი. ვიყოფებით ახლა აჯამულის სკვერში გრიშაშვილის ქუჩაზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ნამდვილად ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი აქვს ყველაფერი. მოსახლეობის თხოვნა იქნა გათვალისწინებული, გამოცხადებული იქნა ტენდერი, რომელიც 115,000 ლარს იქნა გამარჯვებული, გამოვლენილი და როგორც ხედავთ, აღნიშნული სკვერი ერთ-ერთი მწვანე სივრცე გაკეთდა დასახლებაში, სადაც შეძლებს ყველა თაობის ადამიანი მოსვლას და დასვენებას. ჩვენ ძირითადი პირველ რიგში მიზანია ჩემი და ჩემი გუნდის, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცეები და მეტი დასასვენებელი ადგილები გაკეთდეს ჩვენ მუნიციპალიტეტში. მე ხარას გაკეთდა სხვა უბნებიდანაც მოდიან ბავშვები და ვთამაშობთ ხოლმე და ძალიან კაია. ძალიან მხეარდლობა არის მით უმეტეს საღამოს, აი ყველა ველოსიპედები, სკუტერები და აი ღამე მით უმეტეს დახუჭობანა თამაში როცა არის და ჩამოსჯომაც უკვე ძალიან კომფორტულია და კარგია. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რაც ეს სკვერი გაკეთდა, სულ ყველა ძალიან ბევრი ბავშვი მოდის და სულ ძაღლებით მოყავთ კატები, ძალიან ბევრი ბავშვები მოდიან ხოლმე და ძალიან ბევრს ერთობით ხოლმე. სუფთავ და მოწესრიგ და გალამაზ და სულ ყველაფერი ბავშვებიც ერთობიან. კარგად ძალიან კარგი არის, მაგრამ გვინდა გასართობები ბავშვებისთვის ძალიან. ვეტერინალური კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინალური კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას ჩიპირებას ატარებენ. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის მონაწილე მხარეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია. ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია როგორც უპატრონო, მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და ჩიპირება. ასევე საჭიროების შემთხვევაში ძუძაღლების სტერილიზაცია, რასაც სააგენტოსთან ერთად კერძო ვეტერინალური კლინიკები უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა, განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი, ვეტერინალური კონტროლის დეპარტამენტისა და ჰიპერპოპულაციის პროგრამაში ჩართული ვეტერინალური კლინიკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მეორედ მოვიგეთ ეს ტურნირი და სრულიად დამსახურებულად. ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამ შედეგის დასადებად. ახლა მთავარია წარმატება მოვიპოვოთ თურქეთში ევროპის ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაზე. ასეთია კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საფეხბურთო გუნდის განწყობა მას შემდეგ, რაც მათ ტიტული დაიცვეს და თასების თასი დაისაკუთრეს. ჯორჯიან მანგანეზის გუნდი მეორედ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდი გახდა. ფინალურ შეხვედრაში მათ კროკობეთი დაუპირისპირდა. მატჩის საწარმოს ფეხბურთელებმა დამაჯერებელი ანგარიშით 8-1 მოიგეს. საუკეთესო მოთამაშის ტიტული დუბლითა და 4 საგოლე გადაცემით გიორგი კუხიანიძემ მოიპოვა. გუნდის მთავარ მწვრთნელს ოთარ ბერეჩიგიძეს სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადაეცა. მან გუნდს ყველაზე წონიანი ჩემპიონობა მოაპოვებინა.
როგორც უკვე ვთქვით, ოქტომბრის პირველ ნახევარში ჯორჯიან მანგანეზის ფეხბურთელები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა გაიმართება. საოცარი შეძლებაა რა. მეორედ მოვიგეთ უკვე ეს ტურნირი ზედიზედ და მე მგონი რომ დავიმსახურეთ ანგარიშის მეტყველებს მაგაზე. ცოტა დაძაბულ თამაშს ველოდებოდი სიმართლე გითხრათ, მაგრამ რა ვქნა. მე გულძლიერები ვარ. მადლობა ყველა ჩემ ბიჭებს, მაგარი ბიჭები ვყავთ და ყველა წარმატებებს უსურვებ მოწინააღმდეგე გუნდსაც და თავი მომავალში კიდე უფრო ძლიერები დაბრუნდებით. ძალიან ბევრი ვიშრომეთ პირველ რიგში ამ გზის გავლისთვის, ერთი თასი მოვიგეთ, ეხლა მეორე მოვიგეთ. ბიჭები ასე თუ ისე ერთ ოჯახად ვიყავით, რა თქმა უნდა, მაგის გამოაც რომ ენთუზიაზმით თამაშობთ ყველა და რა ვიცი, უღმეს მადლობა თვითონ ჯიებს. პირველ რიგში ულოცავ კომპანიას, უღმეს მადლობას ვუხდი ხელმძღვანელებს, ვინც თავიდან ბოლომდე მთელი წლის განმავლობაში გვერდით ედგა გუნდს. ეხლა მთავარი მიზანი რაც გვაქვს, ოქტომბრის დასაწყისში თურქეთში ევროპის ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაზე გამგზავრება, გამარჯვება და იქიდან უფრო დიდი თასით დაბრუნება. ლამაზი ფეხბურთი ვითამაშეთ და გავახარეთ მოსული მაყურებელი. მადლობას ვეთქვი ყველას, გუნდის წევრებს, ხმელს აუცილებლად და პირველ რიგში ზაზას მინდა უყურსაშვილს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ტიტანური შრომა ჩადო როგორც გუნდის პრეზიდენტმა იმ წარმატების მისაღწევად, რასაც დღეს ვხედავთ. ორი დღის განმავლობაში თურქეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ნატოს 36 სამიც უმასპინძლებს. შეკრებილია 32 წევრი ქვეყნის ლიდერი. დაგეგმილ ვახშამს ნატოს ლიდერებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ალი ჯინიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეუერთებიან. მედიის ინფორმაციით სამიტის ფარგლებში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ასევე ისაუბრებენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან კაია კალასთან. ნატოს თავდაცვის მინისტრები კი მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრიელ, იაპონელ, ახალზელანდიელ, სამხრეთ კორეელ კოლეგებთან. ნატოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ლიდერები სამიტზე სამ ძირითად თემას განიხილავენ: ინვესტიციებს თავდაცვაში, თავდაცვითი წარმოების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს. როგორ მუშაობთ ინდუსტრიასთან იმ შესაძლებლობების მისაღწევად, რასაც საიმედო შეკავება და თავდაცვა მოითხოვს. ჩვენ გამოვაცხადებთ $10 მილიარდი ღირებულების ახალ კონტრაქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ მნიშვნელოვან აღჭურვილობას, რაც შეკავებისა და თავდაცვისთვის გვჭირდება. ჩვენ ინვესტიციას ვუდებთ საკუთარ უსაფრთხოებაში, რათა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ გვაქვს ყველაფერი, რაც ჩვენი საზოგადოებების დასაცავად გვჭირდება. რადგან საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, რეალურია, მათ შორის რუსეთის მხრიდან, რომელიც აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ პირველ რიგში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ნატოს სამიტი ჩვენი ცის შესაბამისად კი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის მხარდამჭერი მტკიცე გადაწყვეტილებებით დაასრულონ. ვიდრე პეტრიოტის რაკეტები მოკავშირეების საწყობებში რჩება, ეს მხოლოდ ახალისებს რუსეთს გააგრძელოს საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმები. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას საკმარისი შესაძლებლობები აქვთ, რომ ეს ტერორი შეაჩერონ. ვფიქრობ, პუტინის ზეწოლას არ გრძნობს, მას სურს მისი დასრულება და უკრაინასაც სურს დასრულება. მოლაპარაკებებში ვართ და ვნახოთ თუ დავასრულებთ ამ საშინელებას. ვფიქრობ, უფრო ახლოს ვართ მიზანთან, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. პრეზიდენტ პუტინს სურს მისი დასრულება, ამას მტკიცედ ვამბობ.